გლოსავთ ყველა დიდი სიყვარული გაგაძლიეროთ, გაიხარეთ, გაძლიერდით სულიერი წისვლა გისურვოთ. მთელი ლოცვების ზიარების წინ არის რომ ვედრება ერთი რამის, რომ მერტო გვაპატიოს ჩვენი ცოდები, რა თქმა უნდა არის ვედრება იმისი, რომ შემოვედით ჩემში სულ ვამბობთ, რომ შემოვიდეს უფალი ჩვენში, არ ვიცი როგორ შემოდის აი უფალი რაღაცა უხილავი ძალა, ხო, ჩვენ ხო ხილულობ ვერ ვხედავ, მაგრამ შემოდის ჩვენს თავარია გულსა და გონებაში. ესე ვთქვათ და ისე მთელ ადამიანში შემოდის, ავიც კონკრეტულად რა ორგანოში აქ ხო ფიზიოლოგიაზე არ არის ლაპარაკი. მთლიან სულში, სამშობლოში და სხეულში შემოდის და რა შევა, როცა შემოდის უფალს ხო ძლიერი მოქმედება აქვს მამაზე და სულიწმინდა. ბავშვის სულიწმინდის გავლენით ადამიანი განიწმინდა. მადლი ხო მოაქვს ამ შემოსვლას და როგორც ცეცხლი გამლეველას, უფალი ცეცხლი გამლეველას. ამიტომ არის ნათქვამი, რომ შეეხო მაგათა ჩემთან უჯრედებთან, ჩემთან მომიტევებს და ცოდვას ჩემთან გასვენს, ანუ წვავს ამ ცოდვას. და წმინდავს, გონებას წმინდავს გულს და მთელ საერთოდ სულ ადამიანს, სულს, სამშობლოს და სხეულს, რიცხვის 3 აქაც ფიგურირებს. განწმინდავს რა ადამიანს სრულიად, ადამიანი განახლდება, მისი ძალები 10 მაგდება, 100 მაგდება, რა ვიცი, რამდენჯერ მაგდება, ანუ ძლიერდება, სულიერი ჯანმრთელობა ეძლევა საკუთრებად სულისა და ხორცისა, ხომ ახალ საფასარულოდ იცით ეს სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობა და იმუნიტეტი იზრდება მით უმეტეს ამ ჩვენი შხამებით სავსე გარემოში, ხო, რა ვშავთ და ისედაც სულიერად რამდენ ნეგატივს ვიღებთ უხილავს, კაცმა არ იცით, აღარ ვლაპარაკობ ქიმიკატებზე და ტოქსინებზე, რაც შემოდის, ეხლა ეს სხვა თემა აღარ ვეხებ, მაგრამ ყველაფერსგან ამისგან ხო განცდა გჭირდება. ამ შლაკებს ხო უნდა გასვლა. ისე თავისით არ გაყვანის, ხო? ამიტომ არის ზიარება. რიტმული ზიარება. ის კი ერთხელ ვეზიარე წელიწადში ან ორჯერ და თვლა არ უნდა საერთოდ, მაგრამ ამდენჯერ ვეზიარე, არ უნდა თვლა. კურთხევით მოგრის კურთხევით, როცა ეზიარებს საკუთრებას თვლის და ხოლისა. იმიტომ არის აუცილებელი რომ მუდმივი რიტმული განცდა, რიტმული სულიერი ემოციონალური და ხორციელი ჰიგიენა. დეზინფექცია, ასე ვთქვათ, სამედიცინო ტერმინით, ხო? საჭირო არის. რომ განეწმინოს, გავიგეს ყველაფერი ცუდი. და მთელია მოკლედ ზიარების ან როცები რა არის? ვედრება იმისი, რომ ღმერთო შემინდა, ღმერთო მაპატია, ღმერთო შემოვედი ჩემში და განსმენ. გარდა იმისა, რომ განსმენს, განსმენის პროცესი მარტო არ არის, აქ უამრავი სხვა პროცესებიც არის.